ვფიქრობ, რომ Facebook-ის პოზიციონირებაზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც რეალურად საქმის კეთება. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას უფრო მეტი წარმატებული გამოსვლები და ანგარიში უსურვა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალაქის მერს გასულ წელს საქმიანობაში დაშვებული ხარვეზები შეახსენა. Თქვენი წინასაარჩევნო ერთ-ერთი სლოგანი იყო, მე რომელიც ძალიან მომეწონა ყოველ შემთხვევაში, რომ სადაც ამბობთ, რომ თქვენ გრძნობთ ზუგდიდის მაჯისცემას. ბატონო მერო, ის საკითხები, რომელიც 2014 წლის თქვენს ანგარიში არ მოხდა, ზუგდიდის რომელი მაჯისცემის ნაწილია. გულისხმობ იმას, რომ თქვენი მერობის, ხანმოკლე მერობის პერიოდში თქვენი მერის სამსახურები გახდა თქვენი სანათესავე სამეგობრო სამეზობლოს დასაქმებულთა ბიურო, გულისხმობ იმას, რომ თქვენს ნათესავებს, რომლებიც დასაქმებული არიან ამ სამსახურებში ორჯერ გაეზარდათ ხელფასები და ეს იმ ფონზე, როდესაც ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და არაფერი მოგვატებია, თქვენი მერობის პერიოდში საუბარია არნახულ ნეპოტიზმზე და არაკვალიფიციურ კადრებზე და თქვენი მერობის პერიოდში ასევე საუბარია იმაზე, რომ თქვენ შეგნებულად ის კვალიფიკაციას ახდენთ კონკრეტული კომპანიების, ტენდერში მონაწილე კომპანიების და შემდეგ უკვე თქვენთვის სასურველ კომპანიებს ლობირებთ. მე ჩვენ ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ინფორმაცია, მათ შორის იქნებ თავი კონკრეტულად გზების მოასფალტებას კონკრეტულად რომელი კომპანია ახორციელებს და რა კავშირშია ის თქვენი მოადგილის კომპანიასთან, თქვენი მოადგილის სიმამრის კომპანიასთან, უცრავად იქნებ დავი კონკრეტულად აქ ხომ არ არის ინტერესთა კონფლიქტი. მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო შინაარსიანი ყოფილიყო აწი, შემდეგი მოხსენებ. ანა წითლიძის ბრალდებებს ქალაქ ზუგდიდის მერმაც ასე უპასუხა. შეეხება გზების მოასფალტებას, ჩემი მოადგილის სიმამრზე საუბარს. კარგად რომ მოგესმენათ ბატონო ჯიმშელისთვის, ეტყობათ რომ საერთო გზების მოასფალტებაზე ერთი თეთრი არ დახარჯულა და თუ რამეს აკეთებდა განცხადებას კიდე ერთხელ კარგად შეაიხედეთ, მოიწიეთ ან წერილობით მოგეწერათ, თქვენ გაგეცათ მაგაზე პასუხი, მე მგონი ერთხელ მოითხოვეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. თეთრი როგორ არის? იმ წერილსაც ამოიღებთ, მაშინ და გაჩვენეთ. მაგრამ გეუბნებით რომ საერთოდ თეთრი არ დახარჯულა და თუ რამე გაინტერესებს ბატონ კობეჯიქიას იმავლა რა გააკეთა და რაღაცა და საიდან დაფინანსა და ტენდერი იყო თუ რა იყო მომწერეთ და კეთვით ახლა არ არის მე მგონი საინტერესო მე გეუბნებით ერთი თება რატომ ეჭხობებით მე მხოლოდ შეკითხვა არა რატო მე ეთხოვა რომ ეჭხობებით მე გეუბნებით რომ არანაირი თანხით არ დაფინანსებულა გზების საფარის რეაბილიტაცია აქედან ვერ ჩავხსნიდი ვერავის და ინტერესთა კონფლიქტის რო ყოფილიყო, მაშინ ჩვენ გავარკვევდით როგორ იყო და რანაირად და ინტერესთა კონფლიქტი არანაირად არ ყოფილა არც ერთ ტენდერში. ეხლა შეეხება ნათესავებს და ახლობლებს შეგიძლიათ სახელი დაგვარების დასახელოთ და მე პრობლემა არ მაქვს ახლა. იმიტომ რომ თემოზუგდიდ მაინც ეს ვინ არის ჩემი ახლობლები, ვინ არის ჩემი მეგობარი. Გამოდენიმე სამსახურის უფროსი ჩემი მეგობარი ნამდვილად ვიზახი და მე გუნდის წევრია და პასუხისმგებლობას ვიღებთ ქალაქის წინაშე გუნდურად. ამიტომ ამის არც სხვენია და არც მიშენია და არც მალავ. თუ რომ მე მოვედი ჩემ გუნდთან ერთად და გუნდურად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ამიტომ ამაზე მეორეჯერ და კომენტარს აღარ მოგცემ. ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ნატალია შეროზიამ ანა წითლიძეს შეახსენა, რომ ზუგდიდის თვითმმართველი ორგანოები ყველაზე კომპეტენტურებს შორის პირველ პოზიციებზეა. წითლიძემ კი თავის მხრივ ესეც გააპროტესტა და არგუმენტად საიას კვლევის შედეგები მოიშველია. საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე ესე იგი არაკვალიფიციურობას გვაბრალებს სულ და პირველ ადგილზე გასულია გამგეობის საკრებულო. შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს მერიას და ჩვენს საკრებულოს. ასე რომ 56 ქულით გავიდა ჩვენი თანამშრომლები. თქვენ საიას ანგარიში ნახეთ ხალბატონო საიას ანგარიში ნახეთ ძალიან გქონთ არაკვალიფიციურობას საკრებულოს ანგარიში. ნუ გვაბრალებ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას. კი ბატონო გავცემ თუ შეიძლება ძალიან დიდი მადლობა. შემდგომი გამოსთვის. ხალბატონ ნატო ძალიან დიდი მადლობა მიუხედავად თქვენი დონისა მე ძალიან მიყვარხარ შემიძლია ეს გითხრათ შენგან. რაც შეეხება თქვენს მეცნიერებებს თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ საიას თუ ჩემი არჯერა და ჩემი აბჯერა და ვერ დაიჯერებ გასაგებია. თქვენ შეგიძლიათ ამას და კი ბატონო თქვენ ბიზნესი გჯერათ და სხვა არავის გჯერათ გასაგებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საიას ანგარიში შეგიძლიათ ზუსტად ამ მონაცემებთან დაკავშირებით გაეცნოთ, სადაც ის პირდაპირ ამ ჩაწყობილ ტესტირებებზე და გასაუბრებებზე საუბრობს. ძალიან დიდი მადლობა.